შეგვიძლია გადავიდეთ ხაჭოს პასკის მომზადებაზე. ეხლა კიდე გავადნოთ კარაქი, შეგიძლიათ გაადნოთ მიკროტალღურში, ან გაადნოთ გასხურაზე, როგორც თქვენ გნებავთ ისე გააკეთეთ. მაგრამ სანამ კვერცხის მასაში ჩავასხავთ, აუცილებლად ცოტა შეგრილებული უნდა იყოს, რომ არ შეწვას კვერცხი. ეხლა გავადნოთ და ჩავუშვებთ მასაში ჩვენს კარაქს. კვერცხის მასას დავუმატოთ გაგრილებული გამნარი კარაქი, არაჟანი, ხაჭო, ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი და ასევე ვანილი და კარგად ამოურიოთ ხელის ბლენდერით. კარგად რომ გაერთგვარონდება მასა, დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზე და ხელით ამოურიოთ. ხაჭოს პასკის მასა უკვე მზად არის, ამიტომ ახლა გადავიდეთ უკვე ფორმის მომზადებაზე და ფორმისთვის როგორც მანამდე ვახსენე, დაგჭირდება მარლა და მარლა აუცილებლად უნდა იყოს ცოტა ნამიანი, რომ ადვილად გამოვიდეს ტენი ხაჭოდან. ამიტომ ახლა ამ მარლას ესე დავასველებთ, კარგად გავწურავთ, შემდეგ გავშლით. შემდეგ გავიღოთ პასკის ფორმა და ამ პასკის ფორმაში ეს მარლა ესე ჩავაფინოთ. ბოლომდე კარგად ჩავყოთ, უნდა იყოს ესეთი, შიგნით კარგად ბოლომდე უნდა ჩამოიტანოთ და შეგვიძლია რომ პასკა უკვე ჩავასხოთ შიგნით. ნამიან მარლა ჩაფენილ ხაჭოს პასკის ფორმაში ჩავუშვათ ხაჭოს პასკა და შემდეგ გავაკეთოთ ისე როგორც ვიდეოში ანაჩვენებთ. პასკის ფორმაში რომ ჩავასხოთ პასკას, შემდეგ უნდა დავადოთ სიმძიმე, ამ შემთხვევაში არის ჭიქა, რომელსაც ხედავთ 9 ლიტრი წყალი, დავადებთ თავზე, რომ დაიპრესოს და გამოვიდეს ტენი ხაჭოს კარგად და შემდეგ ეს უნდა შევინახოთ მაცივარში.